თავი მეორე. იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება. აღეწერათ მთელი მოსახლეობა. ეს აღწერა პირველი იყო კვირინოსის მმართველობისას სირიაზე. ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თითოეული თავის ქალაქში. იოსებიც წავიდა გალილეიდან ქალაქ ნაზარეთიდან იუდეას, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთლემი, ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომისა იყო. რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და იყო ორსულად. მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები და შუა ძე, თავისი პირმშო. შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის. იმ მხარეში იყვნენ მწყემსები მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით. უთხრა მათ ანგელოზმა: ნუ გეშინიათ, აჰა გახარებ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება. ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ნიშნად ეს გექნებათ. იმ ყრმას პოვებთ შეხოულს და ბაგაზე მწოვარეს. და უეცრად გაჩნდა ანგელოზთა დიდძალი ლაშქარი ციდან, აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანაზე და კაცთა შორის სათნოება. როდესაც ანგელოზები ზეცად ამაყდნენ, წყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ რა მოხდა იქ უფალმა რომ გვაუწყა. სწრაფად მივიდნენ და ნახეს მარიამი და იოსები და ბაგაზე მწოვარე ყრმა. და ნახვისთანავე უამბეს იმის შესახებ, რაც ეთქვათ მათ ამ ყრმაზე. ვინც კი ისმენდა, ყველას უკვირდა, რასაც მწყემსები უამბობდნენ მათ. მარიამმა კი ჩაიმარხა ყოველი სიტყვა და ჩაიდო ისინი გულში. დაბრუნდნენ მწყემსები, თან ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც ესმათ და იხილეს, როგორც ეთქვათ მათ. როგორც კი 8 დღე შესრულდა მის წინადასაცვეთად, დაარქვეს მას სახელი იესო, ანგელოზის მიერ დარქმეული მუცელში ჩასახვამდე. ხოლო როცა გასრულდა მათი განწმენდის დღეები მოსეს რჯულის მიხედვით, აიყვანეს იგი იერუსალიმს უფლის წინაშე წარსადგენად, როგორც უფლის რჯულში წერია. ყოველ მამროვანს, რომელმაც განაპოს საშო, უფლის წმიდა ეწოდოს და შესწირო მსხვერპლად 2 გვირდიან 2 მართვე მტრედისა, როგორც უფლის რჯულშია ნათქვამი. და აჰა, იყო იერუსალიმში კაცი სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოშიში, რომელიც მოელოდა ისრაელის ნუგეშისცემას და იყო მასეც სულიწმიდა. სულიწმიდის მიერ ჰქონდა ნაუწყები, რომ არ იხილავდა სიკვდილს უფლის ცხებულის ხილვამდე. სულის შთაგონებით მივიდა ტაძარში და როდესაც მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რათა მოქცეოდნენ მას რჯულის წესისამებრ, მან მიირქვა, აიყვანა ყრმა, ადიდა ღმერთი და წარმოთქვა: ათ განუტევებ მეუფეო შენს მონა შენი სიტყვისამებრ, მშვიდობით, ვინაიდან იხილა ჩემმა თვალმა შენი ხსნა, რომელიც შენ განამზადე ყოველი ხალხის წინაშე, ნათელი წარმართა გასაბრწყინებლად და შენი ხალხის ისრაელის სადიდებლად. იოსებს და დედამისს კი უკვირდათ მასზე ნათქვამი. აკურთხა სიმონმა ისინი და უთხრა მარიამს მის დედას: აჰა, დაყენებულია ეს მრავალთა დასამხობა და აღსადგენად ისრაელში და დავის ნიშნად, და თვით შენ სულშიც გაივლის მახვილი, რათა გაცხადეს მრავალთა გულის რახვანი. იქვე იყო ანა წინასწარმეტყველი ფენუელის ასული, აშერის ტომიდან, ღრმად მოხუცებული, თავისი ქალწულობის შემდეგ 7 წელიწადს ნაცხოვრები ქმართან. იყო დაახლოებით 84 წლის ქვრივი, რომელიც არ შორდებოდა ტაძარს, მარხვით და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამ. ისიც იმავე ჟამს იყო მისული და ადიდებდა ღმერთს და ელაპარაკებოდა მასზე ყველას, ვინც კი გამოსყიდვას მოელოდა იერუსალიმში. როცა მათ აღასრულეს ყოველივე უფლის რჯულის თანახმად, დაბრუნდნენ გალილეას, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში. ხოლო ყრმა იზრდებოდა, მტკიცდებოდა სულით და ივსებოდა სიბრძნით და ღვთისმადლი იყო მასზე. მისი მშობლები ყოველ წელს ადიოდნენ იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე. 12 წლისა რომ გახდა, მაშინაც ავიდნენ იერუსალიმში დღესასწაულის ჩვეულებისამებრ. ხოლო დღესასწაულის დამთავრების შემდეგ, უკან რომ დაბრუნდნენ, ყრმა იესო დარჩა იერუსალიმში. იოსებმა და დედამისმა კი არ იცოდნენ. ეგონათ მგზავრთა შორის არისო. ერთი დღის გზა რომ გაიარეს, მაშინ დაუწყეს ძებნა ნათესაებსა და ნაცნობებს შორის. რომ ვერ იპოვეს, იგი დაბრუნდნენ იერუსალიმში და ეძებდნენ მას. 3 დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში მჯდომი მოძღვართა შორის, უსმენდა და ეკითხებოდა მათ. ყველა მის მსმენელს აუცებდა მისი გონება და პასუხი. რომ დაინახეს, იგი გაუკვირდა და დედამისმა უთხრა მას: ეს რა გვეყავი, შვილო?
აჰა მამა შენი და მე შეწუხებულნი დაგეძებდით. მან უთხრა მათ, რატომ მეძებდით? ნუ თუ არ იცით რომ მამის სახლში უნდა ვიყო? ხოლო მათ ვერ გაიგეს მისი ნათქვამი. იგი გაყვამათ და მივიდა ნაზარეთს და ყველაფერში ემორჩილებოდა. დედამისმა კი გულში ჩაემარხა ყოველივე ეს, ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმერთთან და კაცთან.